ოდესმე დაფიქრებულ ხარ, ამხელა კრეატიულობა სჭირდებოდა ძველად მცხოვრებ ადამიანს, რომ გადარჩენილიყო. თუნდაც იმისთვის, რომ მოეპოვებინა უბრალოდ წყალი. მაგრამ ახლა წარმოიდგინე უზარმაზარი რეზერვუარი და წყლის სისტემა პირდაპირ უდაბნოს შუაგულში, ქვიშის ქვეშ. და შენ წარმოიდგინე, იქ შესაძლებელი იყო ყინულის შენახვაც კი. საინტერესო ჭხერს ხომ? მაშინ უყურე ვიდეოს თავიდან ბოლომდე და გაიგე უძველესი ცივილიზაციის ძველი წყლის სისტემების შესახებ. დასაწყისში შეგახსენებ, რომ შეგიძლია ახლავე დაალაიქო ეს ვიდეო, რომ ბოლოს არ დაგავიწყდეს. დავიწყოთ. ნორეა, ძველი წყლის ამწევი მოწყობილობა ჰიდრავლიკური ინჟინერიის საფუძვლად ითვლება და მისი გამოგონება პირველად ახალ წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნეში სირიაში დოკუმენტურად დასტურდება. ეს გახლავთ დიდი წყლის ბორბალი, რომელიც მდინარის ან ნაკადულის დინებას იყენებდა იმისათვის, რომ წყალი ზემოთ სასოფლო-სამეურნეო და ქალაქის ზონებში მიეწოდებინა. ნორეას ძირითადი სტრუქტურა იყო დიდი ვერტიკალური ბორბალი, რომელსაც რკალზე მიმაგრებული ჰქონდა სათლები. ბორბალი ნაწილობრივ წყალში იდგა, დინება დაჰკრავდა მის ქვედაპირზე არსებულ ფრთებს და ბორბალს ატრიალებდა, რაც წყალს სათლებში აგროვებდა. როდესაც ბორბალი მაღლა ასწევდა სათლებს, წყალი ჩაედინებოდა არხში ან რეზერვუარში. ნორეას ზომა სხვადასხვა იყო, ზოგი მათგანი 20 მეტრზე მაღალი. მაგალითად, ჰამას ნორეა სირიაში, რომელსაც წუთში 1000-ობით ლიტრი წყლის აწევა შეეძლო და სოფლის მეურნეობისა და დიდი ქალაქებისთვის წყალს ანაწილებდა. ბარბიგოლის წყლის წისქვილები. წისქვილები, რომლებიც მდებარეობს სამხრეთ საფრანგეთში არლისთან ახლოს, უძველესი ინდუსტრიული წყალზე მომუშავე ტექნოლოგიის მაგალითს წარმოადგენს. ისინი მიეკუთვნება ახალ წელთაღრიცხვით მე-2 საუკუნეს, რომაული გალიის პერიოდს და ითვლება იმდროინდელ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და დახვეწილ კომპლექსად. ამ ადგილას 16 წყლის ბორბალი იყო ორ პარალელურ რიგად განლაგებული, ერთ რიგზე 8. ისინი იკვებებოდნენ მთავარი აკვიდუკიდან გამოყოფილი არხიდან, რომელიც ქალაქ არლს აწვდიდა წყალს. აკვიდუკიდან მომავალი წყალი ბორბალს ატრიალებდა, რაც თავის მხრივ ამუშავებდა რთულ მექანიზმებსა და წისქვილის ქვის წყვილებს. თითოეული წყვილი ბორბალი ერთ წისქვილის ქვას ატრიალებდა და მარცვალს ფქვავდა. შესაბამისად, მოსახლეობას მუდამ ჰქონდა პური. ამ წისქვილებს შეეძლო იმდენი ფქვილის წარმოება, რომ არლის მთელ მოსახლეობას ყოფნიდა. არქეოლოგიური მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ მექანიზმი უწყვეტად მუშაობდა, რაც იმ დროის მაღალ ინჟინერიულ დონეზე მეტყველებს. ინდოეთის საფეხურიანი ჭები. ინდოეთის საფეხურიანი ჭები ადგილობრივად ცნობილია როგორც ბაური ან ვავი. ეს წარმოადგენს არქიტექტურულ ინოვაციას, რომელიც დაახლოებით 200-დან 400 წლამდე ჩვენს წელთაღრიცხვამდეა დათარიღებული. ეს მხოლოდ წყლის წყაროები არ იყო, ისინი ერთდროულად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ხატრული ოსტატობის ნიმუშები და საინჟინრო სიზუსტის მაგალითებიც იყვნენ. საფეხურიანი ჭები გახლავთ ღრმა კიბეებით გარშემორტყმული ჭები, სადაც ადამიანები წყლის მისაღებად ჩადიოდნენ ათობით ან ასობით საფეხურის ქვემოთ მიწისქვეშა წყლის დონემდე. რაც უფრო ღრმაა ჭა, ამით უფრო გრილია, ამიტომ ცხელი ინდური ზაფხულის დროს ისინი დასასვენებელ ადგილებადაც გამოიყენებოდა. ეს ყოველივე ძალიან ფრთხილად იყო დაგეგმილი, რომ შენარჩუნებულიყო სტრუქტურული სიმტკიცე და წელიწადის ნებისმიერ დროს უზრუნველყოფილიყო წყლის მიწოდება მოსახლეობისთვის. აშენებული იყო ბუნებრივი წყლის წყაროსთან ახლოს და განკუთვნილი იყო წვიმის წყლის მოსაგროვებლად. ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი მათგანი ჩანდაბაური, რომელიც რაჯასტანში მდებარეობს, მე-8 საუკუნეში აშენდა და მოიცავს 13 სართულს, 3500-ზე მეტ საფეხურს და საფეხურები დაახლოებით 30 მეტრზე ჩადის მიწაში. რომაული აკვიდუკები. რომაული აკვიდუკები, რომლებიც ახალი წელთაღრიცხვით 312 წლიდან იწყება, ნათლად აჩვენებს რომაელთა საინჟინრო ოსტატობას. ისინი ააშენეს იმისთვის, რომ გადაჭრილიყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა – სუფთა წყლის მიწოდება სწრაფად მზარდ ქალაქებში. აკვიდუკები გახლდათ უზარმაზარი ხიდისებრი სტრუქტურები, რომლებსაც წყალი ათეულობით ან ასეულობით კილომეტრის მოშორებით გადაჰქონდა ტბებიდან და მდინარეებიდან ქალაქებამდე. ეს შესაძლებელი გახდა დახრისა და გრავიტაციის სიზუსტის გათვლით, რომ წყალს უწყვეტად და ბუნებრივად ემოძრავა, ყოველგვარი ტუმბოების გარეშე. აკვიდუკების მშენებლობაში გამოიყენებოდა ქვა, აგური და ვულკანური ცემენტი. წყლის არხები, რომლებიც ხშირად მოპირკეთებული იყო წყალგაუნტარი ნაზავით, ეყრდნობოდა თაღების სისტემას, რაც არა მარტო წყალს ატარებდა, არამედ ჰქონდა ქვედა სივრცეც ადამიანებისა და ცხოველებისთვის. პირველი აკვედუკი იყო აკვა აპია, რომელიც აშენდა 312 წელს ძველი წელთაღრიცხვით და მას შემდეგ მოჰყვა უკვე აკვა კლაუდია და აგნუს ნოუსის აკვედუკი. ეს ყველაფერი კი იმპერატორ კლაუდიუსის დროს მოხდა. დღემდე შემორჩენილი ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია პონ-დე-გარი სამხრეთ საფრანგეთში. ანკორ-ვატის ჰიდრავლიკური სისტემა.
ანგკორ-ვატის ტაძრის კომპლექსის ჰიდრაულიკური სისტემა, რომელიც მე-12 საუკუნეში აშენდა კამბოჯაში, მეფე სურავარმან მეორეს მმართველობის დროს წარმოადგენს საოცარ მიღწევას წყალმომარაგებისა და საინჟინრო უნარების მხრივ, რომელიც ხმერების ცივილიზაციამ შექმნა. სისტემა მოიცავდა არხების, კაშხლებისა და რეზერვუარების კომპლექსს, რომელიც წლის განმავლობაში წყლის დაგროვებას, შენახვასა და განაწილებას უზრუნველყოფდა. ამ სისტემის ცენტრალური ელემენტები იყო ბარაები, უზარმაზარი რეზერვუარები, რომლებსაც მილიონობით ლიტრი წყლის შენახვა შეეძლო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მცენარეებისა და ადამიანებისთვის. განსაკუთრებით მშრალი სეზონის დროს ეს სისტემა უზრუნველყოფდა, რომ მიმდებარე მინდვრები ნაყოფიერად და პროდუქტიულად დამუშავებულიყო მთელი წლის განმავლობაში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეზერვუარი არის დასავლეთის ბარაე, რომელიც შთამბეჭდავად დიდია, 8 კილომეტრის სიგრძეში და 2,2 კილომეტრის სიგანეში. ეს გიგანტური რეზერვუარი წარმოადგენს ანგკორ-ვატის ჰიდრაულიკური საინჟინრო სისტემის მასშტაბსა და ამბიციას. ამ რეზერვუარებიდან წყალი გადანაწილდებოდა არხების მეშვეობით ტაძრის კომპლექსის სხვადასხვა ნაწილში და მის მიღმა, რაც ხელს უწყობდა არა მარტო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, არამედ ტაძრის საძირკვლის სტრუქტურული სტაბილურობის შენარჩუნებასაც რბილ თიხანარევ ნიადაგზე. ანგკორ-ვატის ჰიდრაულიკური სისტემა ნათლად მოწმობს ხმერების ინჟინერიის მაღალ დონეზე და ჰიდროლოგიის სიღრმისეულ ცოდნაზე. კარესი, ჩინეთი. ჩინური კარესის სისტემა თავისი ანალოგის სპარსული ქანათის მსგავსად უძველესი და დახვეწილი წყლის მართვის მეთოდია, რომელიც გამოიყენებოდა წყლის საიმედო წყაროს მისაწოდებლად უდაბნოს რეგიონებში. ათასწლეულების წინ წარმოშობილი ეს ტექნოლოგია განსაკუთრებით განვითარდა სინძიანის პროვინციაში, რათა დახმარებოდა სოფლის მეურნეობას ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე მშრალ ნაწილში. კარესი წარმოადგენს ოდნავ დახრილი მიწისქვეშა არხების ქსელს, რომელიც აკავშირებს ვერტიკალურ ჭებს მიწისქვეშა წყლის წყაროებთან. ეს არხები გრავიტაციის გამოყენებით მიწისქვეშა წყალს მიაქანებენ მიწაზე, სოფლებსა და ქალაქებში. არხების მიწისქვეშა მდებარეობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია უდაბნოში, რადგან ამცირებს წყლის აორთქლებას, რაც ძლიერი მზის ქვეშ ძალიან მაღალია. კარესის სიგრძე შეიძლება იყოს რამდენიმე კილომეტრი და მეტიც. მისი მშენებლობა მოითხოვდა ვერტიკალური ჭების ამოთხრას მიწისქვეშა წყლების მისაღწევად, შემდეგ კი ჰორიზონტალური გვირავების გაყვანას წყლის მიწის ზედაპირზე გამოსატანად. ჭები, როგორც წესი, სიმეტრიული ფორმის იყო, რათა გაადვილებულიყო ნიადაგის ამოღება და ტექნიკური მომსახურება. ჭების თავები იფარებოდა ნამსხვრევების შეღწევის თავიდან ასაცილებლად და აორთქლების შესამცირებლად. ალბალაფიას წისქვილი. ალბალაფიას წისქვილი ისტორიული წყლის წისქვილია, რომელიც მდებარეობს გუადალახარას მდინარეზე კორდობაში, ესპანეთში. ის მკაფიო მაგალითია შუა საუკუნეების ესპანეთში განვითარებული მაღალტექნოლოგიური წყლის საინჟინრო პრაქტიკისა. მისი წარმოშობა თარიღდება ალ-ანდალუსის ისლამური პერიოდით და არსებული სტრუქტურა ძირითადად ყალიფა აბდ ალ-რაჰმან მეორის მმართველობისას მე-10 საუკუნეში აიგო. წისქვილი აშენდა სწორედ ამ პერიოდში უმაიანთა დინასტიის მმართველის ბრძანებით და თავდაპირველად განკუთვნილი იყო მარცვლეულის დაფქვისთვის, რათა ქალაქის მზარდი მოსახლეობა ეკვებათ. ის იყო უფრო დიდი წისქვილების სისტემის ნაწილი, რომლებიც სტრატეგიულად იყო განლაგებული მდინარეზე, რათა წყლის დინება ინდუსტრიულ და აგრარული მიზნებისთვის გამოეყენებინათ. ალბალაფიას წისქვილი ძირითადად მარცვლეულის დაფქვას ემსახურებოდა, რაც კრიტიკული მნიშვნელობის მქონე საქმიანობა იყო ადგილობრივი მოსახლეობის საკვების უსაფრთხოებისთვის. წისქვილს ჰქონდა უნიკალური ჰორიზონტალური ბორბალი, განსხვავებით ტრადიციული ვერტიკალური ბორბლებისგან, რომელიც კორდობის ერთგვარ სიმბოლოდაც ითვლება. ბორბალი იკვებებოდა გუადალკივირის მდინარის ძლიერი დინებით, რაც ამოძრავებდა წისქვილის მექანიზმებსა და დაფქვის ქვას. მისი არქიტექტურა არა მხოლოდ ფუნქციონირებას ემსახურებოდა, არამედ ორგანულად ერწყმოდა მდინარის ბუნებრივ სილამაზეს და მის გარემოცვას. დღეს წისქვილი აღარ ფუნქციონირებს, თუმცა რჩება კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობად. პარაკრამა სამუდრა. პარაკრამა სამუდრა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც პიმბური-ტრავას რეზერვუარი, მდებარეობს შრი-ლანკაში, ქალაქ პოლონარუვაში. ეს მოწმობს შრი-ლანკის უძველეს ჰიდრაულიკური ცივილიზაციის ინჟინერიის ცოდნის მაღალ დონეზე, რომელიც ცნობილია თავისი დახვეწილი წყლის მართვის სისტემებით. რეზერვუარი აშენდა მე-12 საუკუნეში მეფე პარაკრამაბაჰუ პირველის მმართველობის პერიოდში, ეპოქაში, რომელიც სოფლის მეურნეობისა და ჰიდრავლიკის განვითარების მწვერვალს წარმოადგენდა. ამ მეფეს ეკუთვნის ცნობილი გამონათქვამი.
არავითარი წვიმის წყალი არ უნდა დაიკარგოს, მან უნდა მოიტანოს სარგებელი ადამიანისთვის. ამ ფილოსოფიით შთაგონებულმა მეფემ წამოიწყო მასშტაბური პროექტი, რომლის მიზანი იყო მორწყვა და სოფლის მეურნეობის განვითარება მთელ სამეფოში. არაკრამა სამუდრა სწორედ ამ გეგმის ცენტრალური ნაწილი იყო. ის მოიცავდა ტოპავივას და სხვადასხვა მცირე რეზერვუარებს, რომლებიც გააერთიანა ერთ დიდ სისტემაში და შექმნა დროის ერთ-ერთი უდიდესი სარწყავის სისტემა. რეზერვუარი ფარავს დაახლოებით 2500 ჰექტარს და ინახავს 134 მილიონ კუბურ მეტრ წყალს. მას გააჩნია 14 კილომეტრის სიგრძის და 12 მეტრის სიმაღლის დამბა. ამბონის მდინარე და სხვა მცირე ნაკადულები ამარაგებენ მას წყლით, რომელიც შემდგომ რთული არხების სისტემით განაწილდება, რითაც ეფექტურად ხდება წყლის მარაგის მართვა, სარწყავი მიწების შენარჩუნება და დატბორვისა და გვალვის პრევენცია. ეს ყველაფერი აჩვენებს ძველი საინჟინრო აზროვნების სიღრმეს და წყლის რესურსების ეფექტურად მართვის უნარს. ქანათი. დაახლოებით ძველ წელთა რიცხვით 800 წელს უძველეს სპარსეთში გაჩნდა ტექნოლოგია, რომელიც საჭიროებიდან გამომდინარე შეიქმნა და რომელსაც ქანათი ეწოდება. ეს იყო გენიალური სისტემა, რომელიც მიწისქვეშა წყალს მთებიდან მოაწვდიდა მშრალ ბრტყელ უდაბნოს ზონებს. ქანათი შედგებოდა მიწისქვეშა გვირაბებისგან, რომლებიც ბუნებრივ წყაროს აკვიფერს უკავშირდებოდა მთებში. გვირაბები ფრთხილად იყო დაგეგმილი ოდნავი დაქანებით, რათა წყალი ბუნებრივად გადმოდინებოდა გრავიტაციის მეშვეობით ათეულობით კილომეტრზე. ზოგჯერ კი ასეთი არხის სიგრძე 70 კილომეტრსაც კი აღწევდა. სისტემა იწყებოდა დედა ჭით, რომელიც საკმარისად ღრმა იყო, რათა მიწისქვეშა წყლის დონემდე მიეღწია. იქედან კი გადიოდა ჰორიზონტალური გვირაბი, რომელიც მიემართებოდა დასახლებისკენ და აწვდიდა სუფთა ცივ წყალს. გვირაბები იმდენად დიდი იყო, რომ ადამიანიც კი მარტივად დადიოდა შიგნით და ისინი გამაგრებული იყო ნგრევის თავიდან ასაცილებლად. ვერტიკალური ჭები იჭრებოდა პერიოდულად, რათა ამით ვენტილაციისთვის შეეწყოთ ხელი. სინათლე და ტექნიკური მომსახურებაც ამ მხრივ ხდებოდა. ქანათი პირველად ირანში გამოჩნდა, რაც იმას მეტყველებს, რომ ძველი სპარსი ინჟინრები კარგად იცნობდნენ გარემოს და შექმნეს მდგრადი გზები ამ გარემოში გადასარჩენად. დღესაც კი ზოგიერთი ქანათი კვლავ მოქმედებს და უკვე 1000 წელზე მეტი აუწყვეტად აწვდის წყალს მოსახლეობას. ბაზილიკის რეზერვუარი. ბაზილიკის რეზერვუარი, რომელიც მდებარეობს სტამბოლში, თურქეთში, ბრწყინვალე მაგალითია ბიზანტიური ინჟინერიისა და არქიტექტურის შესაძლებლობების. იგი აშენდა მე-6 საუკუნეში იმპერატორ იუსტინიანე I-ის მმართველობის დროს. ეს რეზერვუარი ერთ-ერთია იმ მასშტაბურ მიწისქვეშა წყლის რეზერვუარებს შორის, რომლებიც აშენდა ძველი კონსტანტინოპოლის სასმელი წყლით მომარაგებისთვის. რეზერვუარი მოიცავს დაახლოებით 9800 კვადრატულ მეტრ ფართობს და შეუძლია 80,000 კუბური მეტრი წყლის შენახვა. მისი ჭერი დაყრდნობილია 326 მარმარილოს სვეტზე, თითოეული 9 მეტრის სიმაღლისაა და განლაგებულია 12 რიგად, თითო რიგში 28 სვეტით. ეს სვეტები გადმოტანილია ძველი სტრუქტურებიდან და აღჭურვილია კორინთული და იონიური სტილის თავებით, რაც მთელ კომპლექსს უნიკალურს და ისტორიულ ხიბლს ანიჭებს. რეზერვუარი ივსებოდა წყლით, რომელიც 19 კილომეტრით დაშორებული ბელგრადის ტყიდან მოდიოდა აკვიდუკებით, რომელიც ასევე იუსტინიანეს ბრძანებით იყო აშენებული. რეზერვუარის შიგნეულობა დაფარული იყო წყალგაუმტარი ჰიდრავლიკური ნაზავით, რაც უზრუნველყოფდა წყლის შენარჩუნებას და არ აძლევდა მას გარემო ნიადაგში გაჟონვის საშუალებას. მის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მდებარეობს ორი მედუზას თავი, რომლებიც გამოყენებულია როგორც სვეტების ბაზები და თავისი უცნაური პოზიციით, ერთი გვერდულად, მეორე კი თავდაყირად წარმოშობს ბევრ ლეგენდას და კითხვას მათი მიზნისა და წარმომავლობის შესახებ. პუკუიოსი. პუკუიოსები მიწისქვეშა აკვიდუკების კომპლექსური სისტემაა და დაახლოებით 500 წელს შეიქმნა პერუში ნასკას ცივილიზაციის მიერ. ეს დახვეწილი ქსელი შექმნილი იყო იმისთვის, რომ მისდომოდა მიწისქვეშა წყლებს და განაწილებული იყო მთელ ნასკას უდაბნოში, მშრალ და მკაცრ პირობებში. პუკუიოსების წყალობით მოსახლეობა შეეძლო ჰქონოდა სტაბილური წყლის წყარო საუკუნეების განმავლობაში. ეს სისტემა შედგებოდა სპეციალურად აგებული მიწისქვეშა არხებისა და ჭებისგან, რომლებიც უერთდებოდა აკვიფერებს. არხები მიმართული იყო ზედაპირისკენ და ძირითადად სასოფლო-სამეურნეო მორწყვისთვის გამოიყენებოდა. პუკუიოსების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი იყენებდნენ ბუნებრივ ფილტრაციას და სავენტილაციო შახტებს, რაც ინარჩუნებდა წყლის სისუფთავეს და მოძრაობას. მთელი სისტემა მრავალი კილომეტრის სიგრძის იყო. მის სიგრძე და სირთულე დამოკიდებული იყო ადგილმდებარეობასა და ჰიდროლოგიური პირობების თავისებურებებზე. მათი აგება მოითხოვდა გეოლოგიისა და ჰიდროინჟინერიის სიღრმისეულ ცოდნას. ნასკას ხალხმა აჩვენა, რომ მათ ჰქონდა ძლიერი კოლექტიური შრომის კულტურა და გარემოზე მორგების უნარი. ჰოლანდიური ქარის წისქვილები მე-14 საუკუნე.
ჰოლანდიური ქარის წისქვილები კრეატიულობისა და ადაპტაციის სიმბოლოები წარმოადგენენ ნიდერლანდების შეუცვლელ ნაწილს. ეს არა მხოლოდ ლამაზი სანახავია, არამედ წარმოუდგენელი საინჟინრო სასწაულია, რომელიც მნიშვნელოვან ხიბლს ძენს ამ ქვეყნის ისტორიას. მე-14 საუკუნიდან მოყოლებული ჰოლანდიელებმა დაიწყეს ამ შთამბეჭდავი წისქვილების აშენება, რომლებიც გადაიქცა მნიშვნელოვან იარაღად წყლის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნიდერლანდების დიდი ნაწილი ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს, რაც წყლის კონტროლს გადარჩენის საკითხად ხდიდა. აქ წისქვილები მხოლოდ შენობები არ იყო, ისინი იყვნენ დაცვად გადაქცეული გიგანტები. წისქვილები როგორც წესი აშენებული იყო მტკიცე ხისგან და მოგვიანებით ქვისგანაც. ის დაახლოებით 30 მეტრამდე სიმაღლის იყო და აღჭურვილი იყო ფართო გრძელი ფრთებით, რომლებიც ყველაზე მცირე ქარსაც კი იჭერდნენ. ფრთები მიერთებული იყო მთავარ ღერძზე, რომელიც ამოძრავებდა არქიმედეს ხრახნს და წყლის ბორბალს. როდესაც ქარი ატრიალებდა ფრთებს, ხრახნი იწყებდა ტრიალს და ტუმბავდა წყალს დაბლობის ტერიტორიებიდან, უფრო მაღალ არხებში ან პირდაპირ ზღვაში. ამ გზით იცავდნენ სოფლის მეურნეობასა და დასახლებებს დატბორვისგან. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია კინდერდეიკი, სოფელი, სადაც 1740-იანი წლებიდან შემორჩენილია 19 კარგად შენახული ქარის წისქვილი. იაქჩალი. იაქჩალი უძველესი სპარსული ყინულის საცავია, ნათელი მაგალითი უძველესი ინჟინერიის გენიალურობისა. ის შექმნეს ძველი წელთაღრიცხვით 400 წლისთვის თანამედროვე ირანის უდაბნოში. ეს სტრუქტურა არ იყო მხოლოდ საყინულო, მასში ყინულიც იქმნებოდა პირდაპირ უდაბნოს შუაგულში. იაქჩალის შიგნით ტემპერატურა ბევრად დაბალი იყო გარემოზე, რაც განსაკუთრებით შთამბეჭდავია თუ გავითვალისწინებთ, რომ უდაბნოში დღისი ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს აჭარბებდა. მისი სქელი, იზოლირებული კედლები და აორთქლების გზით გაგრილების პროცესი ხელს უწყობდა, რომ შიგნით ტემპერატურა მუდმივად დაბალი ყოფილიყო, ზოგჯერ კი ყინვის დონეზეც კი. იაქჩალის სტრუქტურა იყო გუმბათის ფორმის და დაახლოებით 5.5-დან 9 მეტრამდე სიმაღლის. კედლები ნაგები იყო სპეციალური მასალით, რომელსაც საროუს ეძახდნენ. ის შეიცავდა ქვიშას, თიხას, კვერცხის ცილას, კირს, თხისბეწვს და ნაცარს. მიწისქვეშა აკვიდუკებიდან მოყვანილი წყალი ღამის საათებში შეჰყავდათ მერყევ ჭაობებში, სადაც სიცივის დროს იყინებოდა. მიღებული ყინული ინახებოდა იაქჩალის სიღრმეში გუმბათის ქვემოთ, სადაც შექმნილი სიგრილე ზაფხულშიც კი იგრძნობოდა.